სატელეკომუნიკაციო ბაზრის გლობალური მასშტაბები, ინოვაციური ტექნოლოგიები და მომხმარებელზე მორგებული სერვისები. დღევანდელი მობილური კავშირის განვითარების მთავარ მიმართულებებს განსაზღვრავს, როგორც ცვლის თანამედროვე გადაწყვეტილებები როუმინგის წესებს, როგორ ხდება კომუნიკაცია უფრო ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. და რა სიახლეებს უნდა ელოდეს ქართველი მომხმარებელი, თემაზე ვრცლად გლობალსელის დირექტორთან გიორგი მადუაშვილთან ერთად ვისაუბრებ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. გლობალურად რომ სატელეკომუნიკაციო სივრცე პრაქტიკულად წამიერად იცვლება, ამას ყველანი მეტნაკლებად ვხედავთ. თუმცა რამდენად მზად ვართ ქართული კომპანიები, რამდენად მზად ხართ რომ ქართულ მომხმარებელს საერთაშორისო ასპარეზზე შესთავაზოთ ისეთი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ ერთგვარად ააცილებს თავიდან როუმინგთან დაკავშირებულ მათ შორის პრობლემებს და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ყველა ჩვენგანი რომ ერთხელ მაინც მდგარ ვართ, როდესაც წავსულ ვართ დაუშვათ რომელიმე სხვა უცხო ქვეყანაში, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიები ამ ხრივ რამდენად მოქნილები და რამდენად ტექნოლოგიებთან შესაბამისობაში იქნება. ამიტომ დავიწყოთ სწორედ ამ კითხვაზე პასუხით. მზად ხართ იმისთვის, ან რამდენად მზად ხართ იმისთვის ქართული ბაზრის მოთამაშეები, რომ საქართველოს მომხმარებელს და ყველა შესთავაზოთ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი ხარისხის მომსახურება, რომელიც გლობალურ გამოწვევებს აგვარიდებს თავიდან. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო შეკითხვისთვის. ზოგადად რომ წარმოვიდგინოთ, რადგან როუმინგზე ვსაუბრობთ, ხო, როდესაც საზღვარს კვეთს ადამიანი, ნებისმიერი მოგზაური, აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება მისთვის, ხო? თავდაპირველად ბუნებრივია ქვეყანა, სადაც უკვე ის გადადის, შემდეგ უკვე ფულის ერთეული, დროის სარტყელი, ენა მათ შორის და აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება ამ ადამიანისთვის. და ბუნებრივია, მას სჭირდება უწყვეტი სატელეკომუნიკაციო კავშირი, რომელიც შესაძლებელია მიიღოს მისივე ქვეყნის ძალიან ისეთი კარგი მომსახურების მქონე ავტორიზებული ოპერატორისგან, ან შესაძლებელია ეს მიიღოს რომელიღაცა უცხოური ოპერატორისგან. გააჩნია, რომელ სერვისზე შეაჩერებს ის აქცენტს, ხო? ამიტომ არის აუცილებელი ჩვენთვის, როგორც ქართული კომპანიისთვის, ტელეკომ ოპერატორისთვის, რომ ვინაიდან ყველაფერი ცვალებადია ამ პროცესში და ყველაფერი იცვლება, იყოს მისთვის უცვლელი სატელეკომუნიკაციო მომსახურება, რომელსაც ის გამოიყენებს სხვა ქვეყნებშიც, მთელ მსოფლიოში და სწორედ პირდაპირ გადავედი იმ ძირითად სიახლეზე, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისთვის, შევთავაზოთ მას ქართულ ნომრიანი საერთაშორისო SIM და ელექტრონული SIM ბარათი, რომლითაც უწყვეტად შეძლებს ისარგებლოს როუმინგში მთელ მსოფლიოში. ძალიან სწორად ბრძანენ ქალბატონი მაია, როდესაც რაღაც როუმინგის მით უმეტეს წინა პერიოდიდან განმოყოლილ აი ამ რაღაც ნეგატიურ მხარეებზე საუბრობდით და მართლაც მოგზაურებისთვის ალბათ როუმინგი როგორც სერვისი მეტნაკლებად არის დაკავშირებული ძალიან ბევრ ისეთ ტექნიკურ საკითხთან, პრობლემასთან, რომლის გამკლავებაც, შეჭიდებაც უწევთ მოქალაქეებს. შეიძლება იყოს ის, რომ ჯერ უნდა შევიძინოთ ეს SIM და ან ელექტრონული SIM ბარათი, ხომ? გავიაქტიუროთ, შემდეგ რაღაც QR კოდის სახით დავუშვათ თუ ელექტრონულ SIM-ზეა საუბარი. შევიძინოთ კონკრეტული პაკეტი და მისი აქტივაცია მოვახდინოთ. შემდეგ, როდესაც ჩავალთ უცხოეთში, უნდა მოვახერხოთ ის, რომ SIM ბარათი ქსელზე დავარეგისტრიროთ და ძალიან ბევრ პრობლემასთან უწევთ შეჭიდება. სქემას ყვებით, რომელიც ყველა ჩვენ გვას მეტნაკლებად ერთხელ მაინც გვაქვს გავლილი. დიახ, და მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ დიდწილად შეხება ასეთ ტექნიკური საკითხების მოგვარებასთან ყოველდღიურად, ხო? მათთვის ეს არის ძალიან სტრესული, დამატებითი საფიქრალი იმაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ მოგზაურობაზე და ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ განიტვირთოს, როგორ დაისვენოს და როგორ გაატაროს კარგად ის რამოდენიმე დღე. და რაში მდგომარეობს მაშინ აქ მივედით უკვე თქვენი შეთავაზება და რას ნიშნავს ქართული ნომრით დაუშვათ აი ამ მომსახურების მიღება საზღვარგარეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ. სწორედ ამიტომ ჩამოვთვალე ეს პრობლემური საკითხები, რაც როუმინგის აი ამ ნეგატიურ მხარეს ეხება, რომ ჩვენ გლობალსელი ვცდილობთ დავამსხვრიოთ ყველა ეს ნეგატიური ასპექტი, რაც ზოგადად როუმინგს უკავშირდება და ჩვენს ქვეცნობიერში არის დალექილი. პირველი, ეს არის გლობალსელის უვადო მუდმივი ქართულნომრიანი SIM და ელექტრონული SIM ბარათი. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ მივდივართ უცხოეთში სამოგზაუროდ, ჩვენ არ გვიწევს ნომრის შეცვლა. თქვენ ალბათ იცით, რომ როდესაც ჩვენ ყიდულობთ ელექტრონულ SIM ბარათს, თუნდაც ამა თუ იმ პროვაიდერისგან, ხო, შუამავალი კომპანიისგან, ყოველი მოგზაურობის წინ გვიწევს ამ ნომრის, უბრალოდ SIM ბარათი, ელექტრონული SIM ბარათის ცვლილება. და ამ ელექტრონულ SIM ბარათთან არ აქვს ნომერი, ანუ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ იმ სტანდარტული სატელეკომუნიკაციო სერვისებით, ეს არის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინები და მხოლოდ
ინტერნეტი. გლობალსელის შემთხვევაში აბონენტი გარდა იმისა, რომ სარგებლობს მუდმივი და უვადო SIM და eSIM ბარათით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ახლის შეძენა არ უწევს ყოველი მისი მოგზაურობის წინ, ასევე სარგებლობს ქართული ნომრით მთელ მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მისი ახლობლები საქართველოსთან უკავშირდებიან ქართულ ნომერზე დარეკვის სტანდარტული ტარიფით, ყოველგვარი დამატებით გადასახადის გარეშე. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი აბონენტისთვის სტანდარტული roaming-ისგან განსხვავებით, მთელს მსოფლიოში შემავალი ზარი არის სრულიად უფასო. რაც ხსნის იმ დამატებით ზედმეტ ბარიერს, ალბათ ისიც ბევრს გვსმენია და ალბათ პირადად თქვენს, რომ როდესაც roaming-ში გიკავშირდებიან, გირეკავენ სტანდარტული ზარით, ცდილობთ არ უპასუხოთ, ან თუ უპასუხებთ, მალე დაასრულოთ საუბარი, იმიტომ რომ ყველასთან ეს ასოცირდება დამატებით ხარჯთან. ამიტომ ჩვენი აბონენტებისთვის სრულიად უფასოა შემავალი ზარი მთელ მსოფლიოში და ესეც დამატებითი კომფორტია. და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც გლობალსელის აბონენტი ჩადის მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში, მას ხელით მანუალურად არ უწევს რაიმე პარამეტრების გაწერა, გასწორება ტელეფონში, SIM-ის ქსელზე რეგისტრაცია და ეს ავტომატურად ხდება და ხორციელდება თქვენს ეთერშიც რამოდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ, როდესაც გლობალსელი გახდა პირველი ქართული ტელეკომ ოპერატორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო ტელეკომ კავშირში ITU. ეს ბენეფიტი მიეცა გლობალსელს როგორც ოპერატორს და მის აბონენტებს, რომ დამატებითია ეს ტექნიკური ბარიერების გადალახვა ჩვენს აბონენტებს ამან. ბევრჯერ ახსენეთ მთელი მსოფლიოს მასშტაბითო. ანუ ყველა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა შეიძლება რომელიმე კომპანიის მიერ არ იყოს ჩართული. მაგალითად, პირობითად მოგზაურობა თურქეთში შესაძლოა ჩართული იყოს ესა თუ ის კომპანია ამ ნაწილში და უწევდეს მხარდაჭერას, მაგრამ წავიდეს საქართველოს მოქალაქე ვიეტნამში და იქ ვერ მიიღოს შესაბამის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში ეს თქვენი მომსახურება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე ვრცელდება? დიახ, ყველა ქვეყანაზე ბუნებრივია საუბარია საერთაშორისო თანამეგობრობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულ იმ წევრ სახელმწიფოებზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს წარმოადგენს და არა არაღიარებულ სახელმწიფოებზე ან ტერიტორიულ ერთეულებზე. და რაც მინდა დავამატუარეს ის, რომ როდესაც გლობალსელი ამბობს, რომ ჩვენ ვცდილობთ დავამსხვრიოთ ყველა ის ნეგატიური ასპექტი, რაც აი ამ roaming-ის ნაკლოვანებას უკავშირდება, თავარი არის ის, რომ უწყლეთი კავშირი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს აბონენტებს მთელ მსოფლიოში, ეს იყოს ხარისხიანი, როგორც თქვენ ბრძანეთ. და პარტნიორი ოპერატორების ქსელის გაფართოება იმისათვის, რომ თუნდაც თურქეთში თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში შევძლო ნებისმიერი იქაური ადგილობრივი მასპინძელი ოპერატორის ქსელით და სიხშირით სარგებლობა, განსაკუთრებით 5G-ზე, როდესაც ახლა გვაქვს საუბარი და სწრაფ ინტერნეტზე, რაც გლობალსელის შემთხვევაში ეს უკვე თანამედროვე რეალობაა და შესაძლებელია, ამ არეალის გაფართოებას პარტნიორი ოპერატორებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პროცესი რამდენად კონკურენტულია საქართველოში ის ბაზარი და ის სექტორი, რომელსაც თქვენ ახლა წარმოადგენთ და რამდენად აქტიურები ვართ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ქართული კომპანიების ამ მომსახურების გამოყენებისას. სტატისტიკა რას გაჩვენებთ, ვიყენებთ ქართული კომპანიის მომსახურებას თუ მაგალითად როდესაც მივდივართ საზღვარგარეთ, ვიყენებთ იქ ადგილობრივ ოპერატორს. ანუ რამდენად ხარისხიანი მომსახურებას თავაზობთ მთლიანობაში ქართული კომპანიები? ძალიან საინტერესო შეკითხვა. მოდით აი პრაქტიკული მაგალითებით დავიწყოთ ის, რაც ჩვენ პრაქტიკაში ყოველდღიურად ჩვენი აბონენტებისგან გვესმის, ხო? ალბათ ყველას თუ არა ბევრ ადამიანს უსარგებლია ამა თუ იმ უცხოური სერვისით და შესაბამისი გამოცდილებაც აქვს პრაქტიკაში როგორ მუშაობს ის, ხო? როდესაც ჩვენთან მოდიან აბონენტები, უკვე ახალ აბონენტებზეა საუბარი. მათი ძირითადი სწორედ აი ის მიზანი ჩვენამდე ჩვენი სერვისით სარგებლობის არის ის, რომ როდესაც მათ გამოსცადეს სხვა სერვისი, შეიძლება იყოს უცხოური მომწოდებლის მიერ roaming-ული მომსახურება, სხვა ნებისმიერი პროვაიდერის, ის ძირითადი უკმაყოფილება, რომელსაც მე ახლა არ გავმახვილდები და არ შევაჩერებ ყურადღებას, რადგან არ მინდა სხვა ნებისმიერ კონკურენტ კომპანიაზე, პროვაიდერზე, ოპერატორზე რაიმე ვთქვა, მით უმეტეს ნეგატიური, თუმცა ის ცუდი გამოცდილება, რაც მიუღიათ მათ უცხოეთში ყოფნის დროს roaming-ით სარგებლობისას, აი ამ გამოცდილების უარყოფითი გამოცდილების დადებითისკენ ცვლილება ხოლმე მათი მიზანი, როდესაც ჩვენამდე მოდიან და ძალიან მიხარია, რომ ვამართლებთ ჩვენი აბონენტების ამ იმედს და ვამართლებთ რატომ? როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე, ანუ არა მხოლოდ ინტერნეტზე, არამედ ზარებზეც, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზეც და როდესაც სერვისის დიდ ნაწილში ეს ყველაფერი უფასო და ხელმისაწვდომია ჩვენი აბონენტებისთვის, რაზეც წერან ვსაუბრობთ, ხო? ეს ბუნებრივია იწვევს კიდეც მეორე მხრივ, ანუ მეორე მხარეს აბონენტია ბუნებრივია ჩვენი ყველაზე ფასეულის ღერძი და მისი მხრიდან ამ კმაყოფილებას.
და მათ შორის, როდესაც სერვისი არის ხარისხიანი, რაზეც თქვენ ბრძანებდით. იმიტომ რომ ის დაცულობა, რაც აბონენტს უნდა ჰქონდეს roaming-ში განსაკუთრებით, როდესაც მისი პერსონალური მონაცემების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ აუცილებელია ის უსაფრთხოების სისტემების ჩართულობა, რაც ჩვენ როგორც ავტორიზებულ ოპერატორს გვაქვს და რასთან დაკავშირებითაც სულ ახლა ხანს ჩვენ შესაბამისი ISO სერტიფიცირებას გავიარეთ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მომხმარებელი, მისი უფლებები და მისი ის უფლებრივი სივრცე, რაც უნდა ჰქონდეს ტელეკომ ოპერატორის აბონენტს, არის სრულად დაცული და გარანტირებული ჩვენი აბონენტების. თვითონ ბაზარი რამდენად კონკურენტულია ესე ქართულ ბაზარზე მაქვს ლაპარაკი? ბაზარზე ჩვენ გვხვდება არაერთი და ყოველდღიურად არის ეს სიახლეები თქვენ სოციალურ ქსელში შეგხვედრიათ თუ არა არ ვიცი. ჩნდებიან ბაზარზე სრულიად ახალი მოთამაშეები. ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა, რომ წარმოვიდგინოთ, ბაზარზე არიან ერთი მხრივ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული ოპერატორები, რომელთა რიცხვშიც არის გლობალსელი და არიან ის ახალი მოთამაშეები, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს ძალიან მარტივად და ეს ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ესეთი დადებითი მოვლენაა, როდესაც შეუძლია მეწარმე სუბიექტი გახდე რაღაც ერთ დღეში ხომ დაჩქარებული წესით იმავე დღეს და დაიწყო შენი კანონმდებლობით დაშვებული კომერციული საქმიანობა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში აი ის შუამავალი კომპანიები, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვხვდება, არ არიან ავტორიზებული ოპერატორები, ისინი უცხოეთიდან ყიდულობენ ელექტრონულ სიმბარათებს და შემდგომ სთავაზობენ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს. და აქ აწყდებიან ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქეები ძირითად პრობლემას. როდესაც ჩვენ არ ვიღებთ მომსახურებას ავტორიზებული ოპერატორისგან, როდესაც ჩვენ ვერ ვიღებთ სრული სპექტრის მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას მით უმეტეს უცხოეთში, ძალიან ბევრი პრობლემა სწორედ ამ დროს იჩენს ხოლმე თავს. ანუ სქემა როგორია ასეთ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მაგალითი მოიყვანეთ ახლა რომელზეც მე რამდენიმე მოქალაქემ მკითხა სქემა როგორია მთლიანობაში და რამდენად მოქალაქე როგორ მიხვდეს ასეთ შემთხვევაში ახლა ხო არ დაიწყებს კომუნიკაციების მარეგულებელი კომისიის სულ რამოდენიმე ასეთი. აი ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელობა როგორ მიხვდეს მოქალაქე რომ დავუშვათ ავტორიზებულია თუ არ არის ავტორიზებული. ბაზრის ის სამი ძირითადი მოთამაშე, რომელიც საქართველოშიც მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას წევს, მე მგონი ყველასთვის ნაცნობია. გლობალსელი ამ შემთხვევაში ორიენტირებულია roaming-ზე და roaming-ს ჩვენ როგორც შევთანხმდით უკვე იმ ნეგატიური ასპექტების და ნაკლოვანებების გამო ვცდილობთ ჩავანაცვლოთ ეს ტერმინი და უწყვეტი კავშირი მთელ მსოფლიოსთან იყოს მისი სინონიმი, ვინაიდან ეს მართლაც ასეა და ჩვენ ძირითადად მე მინდა მივმართო იმ მოთამაშეებს, რომლებიც ბაზარზე ყოველდღიურად ჩნდებიან, შუამავლები, დილერები, რომლებიც ეწევიან ელექტრონული სიმბარათების იმპორტს უცხოეთიდან საქართველოში და მის შემდგომ რეალიზაციას. მეგობრებო, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ითანამშრომლოთ ავტორიზებულ და აქ მხოლოდ გლობალსელზე არ მაქვს ბუნებრივია საუბარი. ავტორიზებულ ოპერატორთან და მიაწოდოთ არა უცხოეთიდან იმპორტირებული სიმბარათი ჩვენს მომხმარებლებს, არამედ ადგილობრივი ქართული ოპერატორის სიმი, როგორც შუამავლებმა ჩვენს მოქალაქეებს და შესთავაზოთ საუკეთესო მომსახურება და სერვისი მთელ მსოფლიოში ქართულივე ნომრით და არა უცხოეთიდან იმპორტირებული გაურკვეველი წარმომავლობის ელექტრონული სიმბარათით, რადგან ეს სამწუხარო რეალობაა დღეს. თაღლითობის შემთხვევები არსებობს თუ რატომ არის დაუშვათ პრობლემური, გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიურად ალბათ უფრო მეტ ცოდნას მოითხოვს უცხოეთიდან მიღებული სიმბარათის მერე უკვე ჩასმა ტელეფონში და ამის მოხმარება, თუმცა თლიანობაში პრობლემა რატოა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თაღლითობა ხო roaming-ში და ზოგადად დაცულობა აბონენტისა მთავარი და კრიტიკული საკითხია აქ. ის anti-fraud სისტემები, location protection სისტემა და მე არ მინდა ინგლისური ტერმინები შემოვიტანო ჩვენ საუბარში, მარტივი გასაგებიენით რომ ვთქვათ, ეს არის ეგრეთ წოდებული გეოგრაფიული კონფიდენციალურობის დაცვის სისტემა აბონენტისთვის, ანუ აბონენტის პირადი სივრცის დაცულობა roaming-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ის თაღლითური მექანიზმები, რაც აპრობირებული შემუშავებულია და რაც სამწუხაროდ მუშაობს ჯერ კიდევ უცხოეთში ყოფნის დროს roaming-ში არის ის, როდესაც თაღლითური სქემის მიხედვით მესამე პირი ცდილობს არამართლზომიერად, არალეგალურად დაიუფლოს, მიიღოს წვდომა ჩვენს ნომერზე, რათა მისთვის იყოს წვდომა გახსნილი ჩვენს ზარებზე, SMS-ებზე, მობილური ინტერნეტის სესიაზე და მიიღოს ისეთი სენსიტიური ინფორმაცია, როგორიც არის თუნდაც SMS ბანკინგის საშუალებით მიღებული ერთჯერადი კოდი ბანკინგის, რითიც ჩვენ ტრანზაქციას ვახორციელებთ, ან ამა თუ იმ სოციალური პლატფორმის დამადასტურებელი კოდი, რითიც შეიძლება მოხდეს დაუშვათ გატეხვა ჩვენი სოციალური სივრცის სისტემის, რომლის კოდსაც დაუშვათ გვიგზავნის შესაბამისი აპლიკაციის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ანუ ეს დაცულობა, რომელიც დანერგილი არის ავტორიზებული ოპერატორის სისტემაში, თუნდაც location protection, anti-fraud და სხვა არაერთი სისტემა, რაზეც ჩვენ შესაბამისი ISO სერტიფიცირება გავიარეთ სულ ახლახანს, წეგან გესაუბრებოდით, არის უმნიშვნელოვანესი. და როდესაც შუამავალი დილერი აწვდის მომსახურებას აბონენტს ისე, რომ ეს ელექტრონული
SIM იმპორტირებულია უცხოეთიდან და არ ვიცით საიდან, არ ვიცით რომელი ოპერატორია მისი გამომშვები, ბუნებრივია აქ საქართველოს კანონმდებლობა უკვე ვეღარ არეგულირებს ამას, თუ მოხმარებლის უფლებებს იცავს ძალიან ბევრი სამართლებრივი აქტი ჩვენ სახელმწიფოში, როგორც საკანონმდებლო ისე კანონქვემდებარე. იმ შემთხვევაში უცხოური სერვისის შემთხვევაში სრულად მოკლებულია აი ამ უფლებრივი სივრცის დაცულობას საბოლოოდ. და ჩვენი საუბრის ბოლოს განვითარების გლობალსელის შემთხვევაში განვითარების ეტაპი, შემდგომი ეტაპი რა არის? თქვენ მათ შორის ქუთაისში გახსენით, ქუთაის აეროპორტში ფილიალი, ხო? აი საინტერესოა დაუშვათ აეროპორტებში რამდენად აქტიურად იყენებენ მომხმარებლები, რამდენად აქტიურად ვახორციელებთ შეძენას და რეალურად განვითარების შემდგომი ხაზი რა შეიძლება იყოს? დიდი მადლობა. ქუთაისის აეროპორტში მართლა სულ რამოდენიმე დღის წინ გაიხსნა ჩვენი ახალი ფილიალი და საუბრობდით მოგზაურობის სიმარტივეზე გადაცემის დასაწყის ნაწილში, ხო? აქაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ვიზიტორი მგზავრი ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, რომ მისი ეს ძალიან კარგი ემოციებით, შთაბეჭდილებით დატვირთული მოგზაურობა იყოს ბიუჯეტური. და შესაბამისად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ძალიან დაბალ ბიუჯეტურ, ასე ვთქვათ, საშუალებას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის გასამგზავრებლად უცხოეთში, ხო? და მაშინ, როდესაც შევდივართ ბუნებრივი აეროპორტში და გვხვდება იქ სივრცე ფილიალი გლობალსელისა, რომელიც ასევე ყველა იაბ და ხარისხიან რომინგულ მომსახურებას თავაზობს მგზავრს, აბონენტს, ბუნებრივია მათთვის დამატებითი კომფორტი და ბენეფიტია. რაც შეეხება გაფართოებაზე სამომავლო გეგმებს. გაფართოება ფილიალებისა, ჩვენი იმ გაყიდვების წერტილებისა ბუნებრივია მუდმივად გაგრძელდება, თუმცა მე მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ გლობალსელის როგორც SIM, ისე ელექტრონული სიმბარათის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, ასევე საქართველოს პოსტის ფილიალებში და ჩვენი სამომავლო მთავარი ერთ-ერთი ღერძი ის გზა, რომელიც უკვე მიმდინარე ეტაპზე დაწყებულია და გავაგრძელებთ ამაზე აქტიურ მუშაობას, არის ის, რომ გლობალსელის კავშირი იყოს ყველგან, სადაც მათ შორის არ არის მობილური სიგნალი. და სატელიტურ ოპერატორებთან აქტიური ინტეგრაციის ფარგლებში გლობალსელის ინტერნეტის სარგებლობა უკვე შესაძლებელი იქნება არაერთი ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდის ბორცზე. რამდენი ხანი შეიძლება რომ ეს უკვე დაწყებულია ეს პროცესი, ახლა ვაფართოვებთ პარტნიორი ავიაკომპანიების ქსელს და შესაბამისად მოვიცავთ ყველა მათგანს და უახლოეს პერიოდში ყველა ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდის ბორცზე უკვე გლობალსელის სიმბარათით ინტერნეტით სარგებლობა სპასერვისებით. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი მადუაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.